ლუკა, მოგესალმები. ვიმყოფებით შატილის სტადიონზე და დასრულდა მატჩი თბილისის ინტერსა და თბილისის გლდანს შორის. აი რა სიტყვი ამ თამაშზე ძალიან წყინვალე შედევრი გოლი გაიტანე და გაახარა თქვენი გუნდის გულშემატკივრები გაიხარნენ ამ გოლით და ძალიან წამყვანი მოთამაშე იყავი მოედანზე და ძალიან სწრაფი დრიბლინგი იქა სოლო რეიდები და რა ვიცი ძალიან შედეგიანი ფეხბურთელი ხარ გუნდისთვის და აი როგორ გაიხსენებდი დღევანდელი გოლის ავტორი ხარ ძალიან მნიშვნელოვანი გოლები შეაგდე დღეს და შედეგად მეტოქე დამარცხდა ხო თუ შეიძლება ამის შესახებ რო ბრძანო ლუკა კიდევ ერთხელ მინდა რომ მოგილოცოთ პირადად პერსონალურად ჩვენ მოგება და აი ასე გაგეგრძელებინოთ მარად ჯამიერ და ბრძანეთ თუ შეიძლება რა შეეხება თამაშს ჩვენ კარგად ვიბრძოლეთ, კარგად ბურთს კარგად ვაგორებდით, თამამად ვიყავით და ამ თამამას მოყვა შედეგი და გავიტანეთ 2 გოლი. დიახ, მეტოქეს როგორ შეაფასებდით? მაინც ხო თქვენ რა კარგად დაიწყეთ და ბოლომდე მიიყვანეთ და თქვენი უპირატესობით მიმდინარეობდა მატჩი. ვერაფერი, აი ვერ გააწყო მეტოქემ აი თქვენ შეტევებს ვერაფრით ვერ უპასუხა ხო ასეა და თუ შეიძლება რომ აი მეტოქეს აი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ აი რა შეფასებას მისცემდი თუ შეიძლება რომ ბრძანოთ მეტოქეებიც გვიწევდნენ წინააღმდეგობას, ბურთს კარგად გვართმევდნენ, იყო ჩაჭრები და სწრაფ კონჩეტევებს აკეთებდნენ, კაი პასებს აკეთებდნენ და იყო რამდენიმე შანსი გოლი რო შეაგდოთ, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა და გადავრჩით. დიახ, ლუკა მომავალ შეხვედრებში ახლა შვიდობის თასი კი ბატონო კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ძალიან საინტერესო ტურნირია და ძალიან პოპულარული მე-13 წელია იმართება და ამ ტურნირის გარდა სხვა ტურნირებში ძალიან ბევრ ტურნირებში იღებს მონაწილეობას ინტერი და აი რა სიტყვით აი მომავალ შეხვედრებზე აი თქვენი კომაგები ძალიან კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ბევრი ყავთ ეს ძალიან სასიხარულოა კონკრეტულად ლუკა კუტივაძე კიდევ ერთხელ თუ შეიძლება ითქვას, აი რას პირდები კიდევ ერთხელ ეს გოლი ძალიან აი აღსანიშნავია ის რომ გუნდისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი გოლი გაუტანეთ თქვენ მეტოქეს. თუ შეიძლება რომ ბრძანოთ აი ჩვენ უფრო გაზრდებით, ბერს ვიშოვნებთ, კარგად ვივარჯიშებთ, ბევრ თამაშს მოვიგებთ და ასე გავაგრძელებთ და იმედი მაქვს ჩემპიონატებსაც მოვიგებთ. ლუკა მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცო დღევანდელი მოგება გლდანის წინააღმდეგ, მომავალშიც გისურვებ წარმატებებს და უამრავ მოგებას, მინდა რომ გამოხვიდე ქართულ ფეხბურთში ვარსკვლავი და ასეც იქნება და გესახელებინოს ქართული ფეხბურთი, როგორც ქართული ფეხბურთი, ეს ინტერი, ხო? შენი მშობლების გული და ზოგადად მთელი ქვეყანა ჩემო კარგო, უღრმესი მადლობელი ვარ ინტერვიუსთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.